მოგესალმებით მეგობრებო და ვაგრძელებთ ვიდეო ჩანაწერების სერიას თემაზე რა სიახლეები ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2025 წლის გაზაფხულზე. ჩვენ უკვე გავიარეთ პირველი 3 ზოდიაქოს ნიშანი პროგნოზი ვერძებისთვის, კუროებისა და ტყუპებისთვის, ხოლო დღევანდელ ვიდეო ჩანაწერში შემოგთავაზებთ პროგნოზს, ტაროს საჯარო პროგნოზს ზოდიაქოებისთვის, კერჩხიბებისთვის, ლომებისა და ქალწულებისთვის. და მოდით ვნახოთ, რა სიახლეები ელით, რა გამოწვევები ელით, რა ენერგიები შემოდის 2025 წლის გაზაფხულზე კერჩხიბების, ლომებისა და ქალწულების ცხოვრებაში. კერჩხიბებისთვის ამ წლის გაზაფხულის სიახლეები, ლომებისთვის 2025 წლის გაზაფხულის თავარი სიახლეები და გამოწვევები და ქალწულებისთვის გაზაფხულის სიახლეები. ამ წლის გაზაფხულზე კერჩხიბები უჩვეულო სიმამაცეს გამოიჩენენ, მე ასე ვიტყოდი. უჩვეულო სიმამაცეს გამოიჩენენ და ისეთ თამამ ნაბიჯებს გადადგავენ, ისეთ გამოწვევებს შეეჭიდებიან და ისეთ სულის სიმტკიცეს და ისეთ კონკურენტუნარიანობას გამოავლენენ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, მე ვფიქრობ, ეს უფრო დაკავშირებული იქნება რაღაცა კონკრეტულ ახალ ნაბიჯებთან, ისეთ პროექტებთან, ისეთ იდეებთან, ან ისეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან, რომლებიც აქამდე არ გაჟღერებულა კერჩხიბების ცხოვრებაში და ეს არის ახალი, ყოველ შემთხვევაში ყველა მხრივ სიახლე და შესაბამისი სირთულეებით აქედან გამომდინარე, მაგრამ კერჩხიბებისთვის ეს იქნება საკუთარი თავისთვის დამტკიცება იმისა, რომ ისინი მიუხედავად მათი მზრუნველი, მათი ისეთი ემოციური ერთი შეხედვით ბუნებისა და აქედან გამომდინარე მარტივად მოწყვლადი ბუნებისა, ისინი საკმაოდ ძლიერი და მტკიცენების ყოფის ადამიანები არიან, სწორედ რომ ის ადამიანები არიან, რომელსაც შეუძლია საკუთარი იდეებისთვის ბრძოლა, საკუთარი შეხედულებების დაცვა და საბრძოლო, ასე ვთქვათ, შეტევაზეც გადასვლა უკან დახევის ნაცვლად. როგორც ელიან ხოლმე ძირითადად კერჩხიბებისგან, ხომ უფრო ისეთ მორიდებას, ჩაკეტვას საკუთარ თავში, წუწუნს, ტირილს და ასე შემდეგ, ამის ნაცვლად კერჩხიბები ისეთ არჩევანს გააკეთებენ თავის ცხოვრებაში, რომელიც დაკავშირებული იქნება კონკურენტუნარიანობასთან, ერთგვარ კონკურენციასთან, საკუთარი თავისთვის, თუ გარშემომყოფებისთვის იმის დამტკიცებასთან, რომ თქვენ საკმაოდ ძლიერები, საკმაოდ ამტანები და გამტანებიც ხართ თქვენი საკუთარი იდეებისა და ეს მოვფიქრობ, რომ უფრო დაკავშირებულია ან სწავლების პროცესთან, ან არ კონკრეტულად ახალ სამსახურთან, უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურთან, უფრო თქვენი პოზიციების მატერიალურ სფეროში გაუმჯობესებასთან. შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს რიგი კერჩხიბებისთვის, არა ყველასთვის, რა თქმა უნდა, ერთგვარ ფიზიკურ აქტივობასთანაც, როგორც ვთქვათ, არ ყოფილა აქამდე თქვენს ცხოვრებაში, ხო? შესაძლებელია რიგი კერჩხიბების შემთხვევაში არჩევანის თემა დაკავშირებული იყოს საცხოვრებლის შეცვლასთან, ანუ ისეთი არჩევანის გაკეთებასთან, რომელიც ეხება არსებული კერის, შეიძლება იყოს მშობლების სახლი, ან თუნდაც თქვენი სახლი, მაგრამ დადგეს იმის საჭიროება, რომ შეიცვალოთ თქვენი ჭერი,
ის კერა, სადაც ამჟამად ცხოვრობთ და გადახვიდეთ სხვაგან საცხოვრებლად. შეიცვალოთ სამსახური, დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიში, განახორციელოთ ახალი პროექტები, ახალი იდეები, დაიწყოთ ახალი სამსახური, ან შეისწავლოთ ახალი პროფესია. ყველა შემთხვევაში ეს იქნება ახალი საწყისი ნაბიჯები, ისეთი რამ, რაც აქამდე თქვენს ცხოვრებაში არ მოგიფიქრებიათ, არ გაგიკეთებიათ და არ განგიხორციელებიათ. ამავდროულად ეს მოგცემთ ძალიან დიდ სტიმულს და ძალიან დიდ თავდაჯერებას, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულება, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ თქვენ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ბრძანდებით და ამ თვალსაზრისით ერთგვარ გაოცებაშიც კი შესაძლოა დატოვოთ თქვენი გარშემომყოფები, გაოცებულები, ვინაიდან თქვენ გამოავლენთ ისეთ თვისებებს ამ წლის გაზაფხულზე და ამაში თქვენ სამყაროდ შეგიწყობთ ხელს, როგორიც რომ აქამდე არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ერთგვარი უჩვეულო გამოვლინება თქვენი სულიერი სიმტკიცის, თქვენი შინაგანი ბუნების, თქვენი შინაგანი ძალის, თუ შეიძლება ასე ითქვას, რის დაბანდებასაც მოახდენთ თქვენს საქმეში, სწავლაში, პროფესიულ განვითარებაში, ახალ უკეთეს სამსახურში, უკეთეს პოზიციებზე გადასვლის შემთხვევაში გამოვლინდება ეს ამ თვალსაზრისით, რომ შეიცვლით სამსახურს, პოზიციას, შეიძლება არ შეიცვალოთ სამსახური, მაგრამ შეიცვალოთ დაკავებული პოზიცია, ხომ? სადაც იქნება უკეთესი პირობები, უკეთესი ანაზღაურება და ასე შემდეგ და ამავდროულად ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული შესაძლოა პასუხისმგებლობების მატებასთან ან უფრო ფიზიკურადაც დაიტვირთოთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან კარგი რამ, ახალი ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც კიდევ მეტი შესაძლებლობების კარს გახსნის თქვენს ცხოვრებაში და ამავდროულად შესაძლებელია ეს პირდაპირ იყოს დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან, ანუ ფიზიკურად დაიწყოთ ვარჯიში, ხო? სპორტული აქტივობით დაკავდეთ. უფრო მეტად დაინტერესდეთ საკუთარი სხეულის მოვლით, ჯანმრთელობის მოვლით, ხო? ვარჯიში რა არის? ეს არის ფიზიკური სხეულის ფორმების დახვეწა და ამავდროულად ჯანმრთელობის შენარჩუნება, გაძლიერება, ხო? აი ესეთი სიახლეები, ესეთი ნიუსები გელით გერჩხებებს ამ წლის გაზაფხულზე, მე ვფიქრობ, რომ მშვენიერი პროგნოზი მოგცათ ტარომ და ნახოთ ლომებს რა ელოდებათ ამ წლის გაზაფხულზე, ხო? ლომებისთვის ვფიქრობ ეს ამ წლის გაზაფხულზე უფრო საკუთარი ავტორიტარიზმის, საკუთარი ლიდერული უნარების გამოცდის დრო შეიძლება იყოს. არ ვიცი ეს საქმიანი გუნდია, საქმიან გუნდს ხედავთ ჩვენ აქ ხო ადამიანთა სიმრავლეს კარტებში, ან ოჯახის წევრებს ხედავდეთ, შესაძლებელია ეს იყოს სამეგობრო, სანათესაო, ოჯახური გარემო, კოლეგები. ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთგვარი გუნდი ადამიანების, სიმრავლე ადამიანების, სადაც ამ წლის გაზაფხულზე ლომებმა შესაძლოა თავი ცოტა დაკარგულად იგრძნო, ხო? ის რაც რიგი ადამიანებისთვის მათი ბუნებიდან გამომდინარე შესაძლებელია მისაღები იყოს, ესეთი თანასწორი, ტოლერანტული გარემო, ხო? მეგობრული გარემო, არიან ადამიანთა გარკვეული კატეგორია, როდესაც ასეთ ვითარებაში თავს გრძნობენ რაღაცნაირად დაკარგულად და სურს თავიანთი თავის წარმოჩენა უფრო ზემდგომი პოზიციებიდან, ხო? იმიტომ რომ ლომი ეს არის, ლომის ზოდიაქო ეს არის ლიდერული უნარები, ლიდერი, ბოსი, ხო? მართველი. ამიტომ, როდესაც ასეთ პოზიციებს ვეღარ იკავებს ლომი, ხო? და რაღაცა უფრო ჩნდებიან ადამიანები მის სოციუმში, სადაც ლომი აღარ არის ლიდერი, ვეღარ ლიდერობს, ასე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში ლომი თავს გრძნობს ძალიან შეურაცხყოფილად ბრჭყალებში, ხო? ლომებს ყველგან სჭირდებათ თავიანთი უპირატესობის, თავიანთი პირველობის გამოვლენა, დედოფლობის, მეფობის, ხო? და სადაც ეს გარემო არ ხვდებათ და სადაც ეს სოციუმი არ არის, რომელიც უპირობოდ აღიარებს ლომის ლიდერულ
თვისებებს და მის პირველობას, იქ უკვე ლომი თავს გარკვეულწილად დაკნინებულად გრძნობს. შესაძლებელია ამ წლის გაზაფხულზე ასეთ ვითარებაში აღმოჩნდნენ ლომები, სადაც მოუწევთ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, ან უნდა გაერიდონ მაშინ ასეთ სოციუმს, ან უნდა ყველა მაღიაროს, რომ ლომი არის უპირობო ლიდერი, არის პირველი, არის ბოსი, არის ლიდერი და არავინ სხვა მის გარდა იმ კონკრეტულ ადგილზე და იმ კონკრეტულ სოციუმში. აი, რაღაცა ასეთ ვითარებაში ხედავთ უფრო ლომებს. აქ არ არის ისეთი ურთიერთობები, სადაც ხდება, ვთქვათ, რაღაცა კრიზისი, ტრანსფორმაცია, კონფლიქტი, რაღაცა მტკივნეული განშორებები. არა, ეს არის უბრალოდ შესაძლებელია ეს იყოს სამეგობრო, ან შესაძლებელია ეს იყოს ოჯახური გარემო, მე მაინც უფრო კოლეგიალური ან სამეგობრო წრე მგონია, სადაც ლომებს გიწევთ ურთიერთობების დამყარება ასეთ ადამიანებთან და თქვენი, ასე ვთქვათ, უპირობო ლიდერობის დამტკიცებას. მე ვფიქრობ, ლომები მაინც არჩევანის წინაშე შესაძლებელია დაადგეთ, აი ამ კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, სადაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები გარკვეულ შეკითხვებს დაუსმოთ საკუთარ თავს, რამდენად გჭირდებათ საერთოდ ესეთი ადამიანები თქვენს გარშემო, თქვენს რეალობაში, თქვენს წრეში, ასე ვთქვათ, და ხომ არ სჯობია, რომ მოძებნოთ ისეთი სოციუმი, სადაც ისეთი სამეგობრო, თუნდაც სადაც თქვენ იქნებით ის, ვინც ხართ, ის როგორიც არის თქვენი ბუნება, სადაც არ დაგჭირდებათ რაღაცეების, ვთქვათ, მოთმენა, კომპრომისებზე წასვლა, სხვებისთვის ანგარიშის გასწორება, ხომ? იმიტომ რომ სადაც ვართ, ადამიანები ყველგან უნდა ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ და რამდენიც არ უნდა ითამაშოს ადამიანმა, საბოლოოდ მაინც ეს მოსაბეზრებელი ხდება, ეს შეუძლებელია, ხომ? მთელი ცხოვრება ვერ ითამაშებ ადამიანი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენს სამყაროში, სადაც დარჩებით მარტო, თქვენ გარკვეულ შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ, რომ ჩამოშორდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ გჭირდებათ, რომლებიც თქვენს ეგოს ლახავენ, რომლებიც თქვენს თვისებებს, თქვენს ლიდერულ თვისებებს, თქვენს მდიდარ შინაგან ბუნებას, თქვენს მეფურ ბუნებას არ აფასებენ. შესაძლებელია სწორედ რომ არასწორ სოციუმში ბრძანდებით, ესეც შესაძლებელია და საჭიროა რომ ამ სოციუმს გაერიდოთ, ხო? ბოლო არკანში ეს უფრო სადღაც გაზაფხულის ბოლოსკენ უფრო ალბათ ესე გადაწყვეტ თქვენ რომ სჯობს დარჩენ მარტო შენ სამყაროში ადამიანი დროებით, რა თქმა უნდა, ვიდრე გქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, სადაც ვერირებ ადამიანი იმ უკავშირს, რომელიც გჭირდება, ხო? აი აქ უფრო ხედავთ ესე ზურგშექცეულ ადამიანებს, ნუ ეს პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, აქ უფრო სიმბოლიკის ენაზე კარტი გვესაუბრება, რომ შესაძლებელია ეს იყოს არასწორი სოციუმი, ეს იყოს არასწორი სამეგობრო წრე და გარკვეულწილად ურთიერთობების ან შემცირება უფრო გაიშვიათება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს აი ამ ბუნებას ვერ იღებენ, ან თქვენ ვერ იღებთ მათ ბუნებას. ნუ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია უფრო ის, რომ ადამიანი უნდა იყოს თავის ბუნებრივ გარემოში, თავის ბუნებრივ სოციუმში. ბოლო არკანი ეს არის საკუთარი სამყაროში მყოფი ადამიანი, საკუთარ შიდა სივრცეში მყოფი ადამიანი, რომელიც თავსი გრძნობს ძლიერად, მართალია ამ არკანზე თქვენ მარტო ბრძანდებით, მაგრამ ეს არ არის მარტოობა, ეს არის განმარტოების პერიოდი, როდესაც ლომები დაფიქრდებით, გაანალიზებთ, რამდენად სწორ სოციუმში ბრძანდებით, რამდენად სწორი სამეგობრო გყავთ, რამდენად გიღებენ ისინი ისეც, როგორიც ხართ თქვენ, ან რამდენად შეგიძლიათ თქვენ რომ მიიღოთ ისინი. და ამის შემდგომ ვფიქრობ, რომ შესაბამის გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, რომ ან განაგრძოთ ურთიერთობა ამ ადამიანებთან გარკვეული კომპრომისების ფონზე, ან შეიცვალოთ სოციუმი, შეცვალოთ ტაქტიკა ურთიერთობების, შეცვალოთ მიდგომები, ნუ თუ ეს ეხება ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირებს, რაც ეხება ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ურთიერთობების გაწყვეტა და აქ არც არის საუბარი ურთიერთობების გაწყვეტაზე, ასეთი რამ
არც ჩანს. მაგრამ თუ ეს საუბარია ისეთ ურთიერთობებზე, ისეთ მეგობრობაზე, ან ისეთ სოციუმზე, სადაც უფრო მარტივად შესაძლებელია ურთიერთობების გაწყვეტა და ეს თქვენ რაღაც ისეთ კრიზისულ მდგომარეობაში არ ჩაგაყენებთ, მაშინ მე ვფიქრობ, რომ თქვენი გადაწყვეტილება წავა უფრო იმისკენ, რომ ჩამოშორდეთ ასეთ ადამიანებს და შეიცვალოთ სოციუმი, შეიცვალოთ საურთიერთობო სივრცე და წრე, ხო? აი ესეთი საინტერესო გამოწვევები გელით ლომებს ამ წლის გაზაფხულზე და მოდით ვნახოთ ბოლო მესამე ზოდიაქოსთვის პროგნოზები. ეს არის ქალწულებისთვის. მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში ეს პროცესი, რაც ეს უბრალოდ ეს მოცემულობა, ეს ასე ვთქვათ, სურათი, რაც დაგვიხატა კარტმა, ხო? არ იწყება მხოლოდ რაღაც აი ამ მოკლე პერიოდს არ ეხება, მხოლოდ ყველაფერს აქვს თავისი წარსულის შლეიფი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ყველანი წარსულიდან მოვდივართ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელმაც ხანგრძლივად იშრომა რაღაცა კონკრეტული იდეისთვის, რაღაცა კონკრეტული ჩანაფიქრისთვის და ეს უფრო იყო ალბათ ფინანსური კუთხით, იმიტომ რომ ამოდის მიწის სტიქიის არკანი, პენტაკლების არკანი, რაც გვესაუბრება უფრო ისეთ იდეაზე, რომელიც საჭიროებს მატერიალურ სამყაროში მყარად გამოხატვას, ეს შეიძლება იყოს ფინანსური ვთქვათ დებეტის, იგივე ვალების გასტუმრება, ამ ვთქვათ ახალი შენაძენის გაკეთება, რაღაცა კონკრეტული უძრავი ქონება იქნება ეს, ხო, თუ ვთქვათ გარკვეული ბიზნესის შექმნა, ხო, ნულიდან რაღაცის დაწყება, ამავდროულად იმ გარკვეული მინუსების გაპლიუსება, რომელიც ვალდებულებების და ვალების სახით გვაწევს ხოლმე მხრებზე ადამიანებს, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ამ ყოველდღიურმა რუტინამ, ყოველდღიურმა შრომამ თქვენ ძალიან გადაგღალათ, ძალიან დაგსტრესat, ენერგეტიკულად გაიხარჯეთ ძალიან, ხო? აი აქ ჩანს ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგეტიკულად არის დაცლილი, ხო? ეს არკანი გვესაუბრება უფრო ისეთ მენტალურ კრიზისზე, როდესაც ადამიანი ძალიან არის დაღლილი. მას აღარ აქვს უკვე იმის შესაძლებლობა, რომ განაგრძოს ამ ყველაფრისთვის შრომა, განაგრძოს ბრძოლა, განაგრძოს წინააღმდეგობებთან, ვთქვათ, ჭიდილი, ხომ, და გამკლავება, ის იმდენად დაღლილია. ხედავ უფრო დაღლილ ადამიანს, ხომ, ეხლა ადამიანი ვერ დაიღლება ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ხომ, ეს არის რაღაცა წლების პროცესი, შესაძლებელია იყოს რიგი ქალწულების შემთხვევაში, რომლებმაც დიდი სამუშაო, ვიტყოდი ასე, გასწიეს იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული პასუხისმგებლობები შეესრულებინათ, ვალდებულებები გაესტუმრებინათ, ან ახალი იდეებისთვის ჩაეყარათ საფუძველი, ახალი შენაძენი გაეკეთებინათ, რაც რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ გააკეთდა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ოჯახისთვის, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვხედავთ ოჯახის არკანს, ეს არის უფრო რაღაც აი საერთო ოჯახური საჭიროებებისთვის მომუშავე ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა თავისი ოჯახისთვის და ამჟამად ის ძალიან თვითონ არის, ასე ვთქვათ, გამინუსებული ენერგეტიკულ დონეზე. ამიტომ ქალწულების რჩევა იქნება ის, რომ მაქსიმალურად დაისვენონ, მაქსიმალურად აღიდგინონ, ეცადონ ყოველ შემთხვევაში, რომ აღიდგინონ ძალები, აღიდგინონ ენერგია, იმიტომ რომ ასეთი გამომყენებლური, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამომყენებლური დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ჯანის, ჯანმრთელობის, ცხოვრების მიმართ საბოლოოდ ადამიანი მიყავს ჯანმრთელობის პრობლემებამდე, ხომ? ამიტომ იმისთვის, რომ არ დადგეს ეს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროა მაქსიმალური განტვირთვა, დასვენება, რელაქსი, იმისთვის, რომ აღიდგინოთ ძალები და შემდგომ განაგრძოთ ცხოვრება. ხო, ამისთვის საჭიროა, რომ თქვენი ოჯახის წევრები დაგიდგნენ გვერდში, იმიტომ რომ თქვენ რაც გააკეთეთ, ყველაფერი გააკეთეთ თქვენი ოჯახისთვის, თქვენი პარტნიორებისთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი მშობლებისთვის. ხომ? ამიტომ
ასეთი შრომა მათგანაც სათანადოდ უნდა დაფასდეს თქვენთვის, ხო? ამიტომ თქვენ იმისთვის, რომ აღედგინოთ ძალები და კვლავ გამოადგეთ თუნდაც თქვენს ოჯახს, ამისთვის საჭიროა მათი თანადგომა თქვენთვის. თქვენდამი. იმიტომ რომ მარტოს ვფიქრობ, რომ ძალიან გაგიჭირდებათ ძალების აღდგენა და აქ ისედაც ამოდის ოჯახის არკანი, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ოჯახურ გარემოში დაისვენოთ, სადაც მიიღებთ ოჯახის წევრებისგან სიყვარულს, დაფასებას, პატივისცემას, იმისთვის, რომ სამყაროსეული ბალანსი აღდგეს თქვენს ცხოვრებაში, ის რაც თქვენ გაეცით, იმის უკავშირი აუცილებელია თქვენთვის, თქვენი კარგად ყოფნისთვის, თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ეს თქვენმა ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ, რომ დაგიდგნენ გვერდში. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი სტაბილურად გაგრძელდება თქვენს ცხოვრებაში და თქვენ კვლავ შეძლებთ რომ დაკავდეთ ისეთი სასარგებლო საქმით, რომელიც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ოჯახის წევრებისთვის. აი ასეთი პროგნოზები მოგცა ტარომ თქვენთვის, ქალწულებო. შემდგომ ვიდეოში მე უკვე შემოგეხმიანებით შემდგომი სამეულისთვის გაკეთებული პროგნოზებით. კერძოდ, ესენი არიან სასწორები, მორიელები და მშვილდოსნები. თუ მოგეწონათ ვიდეო, ჩემი თხოვნა იქნება დალაიქოთ და გააზიაროთ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი. მე კი დაგემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე.